ტერენს კროუფორდმა პირდაპირ უპასუხა ილია თოფურიას სიტყვებს და ეს ყველაფერი დიდი ხმაურით გავრცელდა ინტერნეტში. ბოლო ინტერვიუში, რომელიც მან ჩაატარა ცნობილ ჟურნალისტ არიელ ელვანისთან, კროუფორდმა აშკარად დაამცირა თოფურია და მის მიმართ საკმაოდ ირონიული ტონი შეარჩია. სწორედ ამ თემაზე მინდა დღეს ვისაუბროთ, მაგრამ იცოდეთ, ეს ვიდეო ან ტექსტი არ არის მხოლოდ მშრალი ახალი ამბის გადმოცემა. ჩემთვის მთავარი აქ არის არა, ვინ რა თქვა, არამედ ის, რომ გამოვარჩიოთ ძირითადი მომენტები, დავამატო სუბიექტური ხედვა და ცოტათი გავანადგურო ის ცრუ ნარატივები, რომლებიც სოციალურ ქსელებში ტრიალებს. ჯერ ერთი, სანამ თავარ ამბავს შევეხებით, გეტყვით ამას. სტატისტიკურად თქვენგან ჯერ კიდევ 42% არ გაქვთ გაწევრიანებული ჩვენს არხზე. ჩემო ძმებო და დებო, ეს არის საუკეთესო არხი, რასაც დღეს ინტერნეტში ნახავთ. თუ გინდათ ნამდვილი ბრძოლები, ნამდვილი აზრი და სიმართლე, დააჭირეთ subscribe-ს, ჩაახტუნეთ like-ს, კომენტარიც დატოვეთ. ნუ გამაცენდეთ დროს. ჩავიცადე და გელოდებით. ახლა კი საქმეზე. ილია თოფურიამ რამდენიმე დღის წინ Twitter-ში დაწერა ძალიან ხმამაღალი განცხადება. მე არ ვილაპარაკებ იმაზე, რა მოხდება ჩემსა და კროუფორდს შორის ოქტაგონზე. მე ვილაპარაკობ რინგზე. პირველივე დარტყმისას დავაძინებ მას. წარმოგიდგენიათ, როგორი თავდაჯერებულობაა? ტერენს კროუფორდმა მალევე უპასუხა. პრესკონფერენციაზე მან თქვა, რომ თოფურია ავად ნასვამი იყო, როცა ეს ტვიტი გამოაქვეყნა. თანაც ისიც დაამატა, რომ MMA-ის მებრძოლების ხშირად სვამენ და ეს მათთვის თითქოს ჩვეულებრივი ამბავია. მოკლედ პირდაპირი დარტყმა რეპუტაციაზე. მერე კროუფორდის დიდ ბრძოლაზე კანელო ალვარესის წინააღმდეგ ტერენსი რინგზე გამოვიდა მარიაჩის სიმღერით. ეს პირდაპირი პროვოკაცია იყო თოფურიას მისამართით, რადგან სწორედ ეს მუსიკა ასოცირდება მასთან. ილიამ კი რა თქმა უნდა პასუხიც დაუბრუნა. ჯერ მთვრალად მიხსენიე, ახლა კი ჩემი სიმღერით გამოდიხარ. კროუფორდ, როცა გინდა რინგზე გასწავლით, როგორ უნდა იცეკო მარიაჩი. თან კანელო ერთ რაუნდს დაგიტოვებს, რომ მოგასწრო შენი შერცხვენა. ეს უკვე სერიოზული შეხლა-შემოხლაა სიტყვების დონეზე. ყველაფერი ეს მოხდა 16 სექტემბერს, როცა ვიდეოს ავტორი ამბავს აღწერდა. თუმცა მალევე კროუფორდმა ისევ მიანიჭა ინტერვიუ არიელ ჰელვანისთან და იქაც პირდაპირ თქვა, ილია თოფურია, მე საერთოდ არ ვიცნობ, არაფერს ნიშნავს ჩემთვის და რატომ უნდა ვიჩხუბო მასთან. ჰელვანიმ გაახსენა მას ფლოიდ მეივეზერისა და კონორ მაკგრეგორის ბრძოლა. ფული ხო ყველაფერს წვეთავს, მაგრამ კროუფორდმა ხელმეორადაც უარყო თოფურია. თქვა, რომ ის არც პოპულარობით, არც მასშტაბით ახლოსაც არ დგას კონორ მაკგრეგორთან. აქედან უკვე აშკარა გახდა, რომ ეს ორი მებრძოლი ჩაებნენ სიტყვიერ ომში, რომელიც გულშემატკივრებსაც აინტერესებთ. და ახლა მოდით რეალობა შევხედოთ. ბევრი UFC-ის გულშემატკივარს ხონია, რომ თოფურია კრივის რინგზეს დაამარცხებს კროუფორდს. მაგრამ მეგობრებო, ეს ფანტაზიაა. მთელი ეს სიტუაცია იმიტომაც გამაღიზიანებელია, რომ დანა ვაიტმა და UFC-მ პირდაპირ თქვეს, მათთვის სრულიად უინტერესოა კიდევ ერთი კროსოვერი. ანუ MMA-ის მებრძოლისა და პროფესიონალი მოკრივის ორთაბრძოლა. რატომ უნდა გამოუშვან ილია თოფურია, როცა ის შეიძლება უბრალოდ კროუფორდმა რინგზე განაანადგუროს? აქ არც ფინანსურად იგებენ დიდ რამეს და არც სპორტული აზრი აქვს. მიუხედავად ამისა, თუნდაც სასწაულით დათანხმდეს ასეთ ბრძოლაზე, უნდა გაიგოთ ერთი რამ. ტერენს კროუფორდი არის პროფესიონალი მოკრივე და ერთ-ერთი საუკეთესო მთელ მსოფლიოში. ილია თოფურია კი, მიუხედავად იმისა, რომ MMA-ში შესაძლოა საუკეთესო ბოქსინგს ფლობს, მაინც სხვა სპორტშია. ხელთათმანების ზომა, დარტყმის ძალა, სუნქვის ტაქტიკა ყველაფერი განსხვავებულია. MMA-ის ბოქსი სულ სხვა რაა და კლასიკურ რინგზე, სადაც ყველაფერს განსაზღვრავს მხოლოდ მუშტი და ტექნიკა, კროუფორდის წინააღმდეგ თოფურიას შანსები თითქმის ნულის ტოლია. აი, აქ მინდა გულწრფელად გითხრათ, არ მოიტყუოთ საკუთარი თავი. ბევრ კომენტარში წავაწყდი ფრაზას: ილია თოფურია მარტივად გაანადგურებს ტერენს კროუფორდს რინგზე. არა, ეს ასე არ იქნება. MMA-ის ოქტაგონი და ბოქსის რინგი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული სამყაროებია. თოფურია უდავოდ საოცარი მებრძოლია. ის ოქტაგონში ნამდვილ ჯოჯოხეთს აწყობს მოწინააღმდეგეებს, მაგრამ იქ, სადაც წესები მკაცრად მხოლოდ მუშტზეა, კროუფორდი მას ჭყუას ასწავლის. ახლა კი ცოტათი აგრესიულად ვიტყვი. ხალხო, შეწყვიტეთ ფანტაზიებში ცხოვრება. ილია თოფურია არ დაამარცხებს ტერენს კროუფორდს რინგზე. ეს არის მტკივნეული რეალობა. ის შეიძლება გააკეთოს საოცარი რამ ოქტაგონში, მაგრამ კლასიკურ ბოქსში ეს კროუფორდის ტერიტორიაა. მოდი პირდაპირ ვთქვათ, თოფურია არის MMA-ის მებრძოლი, რომელსაც შესანიშნავი დარტყმები აქვს, მაგრამ ტერენს კროუფორდი არის ხელოვნების ნიმუში ბოქსში. მისი მოძრაობა, მისი სიზუსტე, მისი დაცვა და შეტევა ისეთ დონეზეა, რომ იქ თოფურიას უბრალოდ შანსი არ ექნება. სხვაობა ძალიან დიდია. ამიტომ ძმებო, ვინც იმედოვნებთ, რომ ეს ბრძოლა რეალურად შედგება, უნდა იცოდეთ, UFC-საც არ სურს ეს დაპირისპირება, კროუფორდსაც არ აინტერესებს და ფინანსურადაც დიდ მოგებას ვერ ნახავენ. ეს მხოლოდ ხმაურია, სიტყვიერი ომი, რომელსაც სოციალური ქსელების გულშემატკივრები აგრძელებენ.
მაგრამ აქ არის ერთი სხვა მნიშვნელოვანი თემაც, რაზეც მინდა გავამახვილო ყურადღება. მე თავად უზარმაზარი ფანი ვარ ილია თოფურიასი. ვინც ჩემს კონტენტს ადევნებთ თვალს, იცით რომ ჩემი საყვარელი მებრძოლები არიან დრიკუს დიუპლესი და ილია თოფურია. და ახლა გულწრფელად გეუბნებით, ძმებო, ვგიჟდები თოფურიაზე, მაგრამ რა ჯანდაბას აკეთებ ილია? გონიათ ეს სიტყვები სიძულვილით მოდის? არა, პირიქით ეს მოდის გულშემატკივრის გულიდან, რომელსაც უნდა რომ მისი ფავორიტი უფრო ხშირად ხედავდეს ოქტაგონში. ილია დღეს არის UFC-ს ერთ-ერთი ყველაზე საშიში, ყველაზე მედიატური და ყველაზე მხიარული მებრძოლი. მისი სტილი საოცარია, ის აგრესიულია, ტექნიკურია, შეუძლია პრეს-კონფერენციებზე ყველა გააჩუმოს, ფანებს კი მუდმივად აძლევს საკვებს საუბრისთვის. მოკლედ, ილია არის ნამდვილი ვარსკვლავი. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ჩვენ ილიას ვხედავთ წელიწადში ერთხელ, მაქსიმუმ ორჯერ. 2025 წელსაც, როგორც ჩანს, მხოლოდ ერთხელ ვიხილავთ UFC 317-ზე ჩარლს ოლივეირას წინააღმდეგ. და იმ ბრძოლაშიც ფაქტობრივად არც კი დაზარალდა. სულ რაღაც 2 წუთი გაგრძელდა ეს ორთაბრძოლა და წელს მხოლოდ ეს იყო. ეს უბრალოდ ტრაგედიაა ჩვენთვის მისი გულშემატკივრებისთვის. გახსოვთ მისი ბოლო ბრძოლა მაქს ჰოლოვეის წინააღმდეგ. ისიც შორეულ ოქტომბერში იყო. ანუ პრაქტიკულად 2025 წელს თოფურია მხოლოდ რამდენიმე წუთით შევიდა ოქტაგონში. ეს ხომ სიგეჟეა? როგორ შეიძლება ასეთი ტალანტი ასე იშვიათად გვაცხენონ? ვიცი, ბევრი მეტყვის, ნუ იჩხარებ, რეალური კონკურენტი ამ დივიზიონში არ არის. მესმის ეს არგუმენტი, მაგრამ მაინც ადამიანკმაყოფილებელია. UFC-ში ყოველთვის მოიძებნება ვინმე. მისცენ ჯასტინ გეიჯის ბრძოლა, მისცენ არმან წარუკიანსთან თუდაც პედი პიმბლეტოს. გულშემატკივრებისთვის ყოველთვის ანახობა იქნება. და თოფურია ხომ სწორედ იმ მებრძოლეთაგანია, რომელიც ნებისმიერ ბრძოლას გარდანხმის შოუში. მისი სტილი ოქტაგონში ისეთ მძლავრია, რომ მიუხედავად იმისა, გინდა მისი დამარჯვება თუ დამარცხება, მაინც ჩაერთვები და უყურებ. მას აქვს ის მაგიური აურა, რომელიც ადრე ალექს პერეირას ჰქონდა, როცა ყველა ჩხუბისპრინ ელოდებოდა, ნუთა ეს ის დღეა, როცა ის დამარცხდება. და სწორედ ეს ქმნის ნამდვილ ვარსკვლავებს. მაგრამ სამწუხაროდ ამ ყველაფერს ხედავთ წელიწადში ერთხელ და როცა ილია ნაცვლად იმისა, რომ ახალ მოწინააღმდეგეს დაეძებოს UFC-ში და ჩვენ დაგვამუხტოს მისი ომებით, იწყებს Twitter-ში კროუფორდთან კინკლაობას, ეს გულწრფელად მტკივნეულია. მესმის რომ ფანები გაბრაზდებიან ამ სიტყვებზე, მაგრამ მე თავად ვარ თოფურიას ფანი და სწორედ ამიტომ ვგრძნობ ვალდებულებას ვთქვა სიმართლე. არ შეიძლება ყველაფერი გაპატიოს მხოლოდ იმიტომ, რომ ფანობ. ილია საუკეთესოა, მაგრამ მისი კარიერის მართვა ახლა იმდენად უცნაურია, რომ გულშემატკივარს გულს ადგენს. შეიძლება ბევრს არ ესიამოვნოს, მაგრამ უნდა ვთქვა, ილია თოფური ახლა მიდის იმ გზით, რომელიც მისთვის არ არის იდეალური. იცით რატომ? იმიტომ რომ არის მაგალითები, რომლებზეც შეგვიძლია შევადაროთ. აი, ავიღოთ ისრაელ ადესანია. ღმერთმა იცის, რამდენად ვერ ვიტან ამ ტიპს, გულწრფელად ვამბობ. მისი ქცევები, მისი ინტერვიუები ვერ ვიტან, მაგრამ უნდა ვაღიარო, როგორც ჩემპიონი, ის იყო საშინლად აქტიური. ის ყოველ 3 თვეში ერთხელ შედიოდა ოქტაგონში, იბრძოდა, იცავდა ტიტულს, ხანდახან ზედმეტად ხშირადაც კი. და რა მივიღეთ? მიუხედავად იმისა, რომ ნახევარ სამყაროს ზულდა ადესანია, ყველა მაინც უყურებდა მის ბრძოლებს. გულშემატკივარს ჰქონდა შანსი, რომ ერთხელ მაინც დაენახა მისი დამარცხება ან გამარჯვება. ახლა შევადაროთ ამას ილია თოფურიას. მეგობრებო, ჩვენ ვხედავთ მას წელიწადში ერთხელ, მაქსიმუმ ორჯერ. და ეს არა იმიტომ, რომ ის დაშავებულია ან მას აკავებენ. არა, უბრალოდ იმიტომ, რომ როგორც ჩანს, თოფურია ფიქრობს, არავინ იმსახურებს ჩემს წინაშე დადგომას. შეიძლება გარკვეულწილად მართალიც არის, რადგან რეალური კონკურენტები ცოტანი არიან, მაგრამ მაინც თუ გინდა შენი ლეგენდა გაიზარდოს UFC-ში, უნდა იბრძოლო. აი, ალექსანდრ ვოლკანოვსკიც გავიხსენოთ. მისი პირველი მეფობის პერიოდში ის 3-4 თვეში ერთხელ შედიოდა ოქტაგონში. სიგიჟეა, როგორი დატვირთვა ჰქონდა, მაგრამ სწორედ ამიტომ გახდა ის ისეთი სახელი, რომელსაც ყველა იცნობდა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრს შეიძლება არ მოსწონდა, მაინც ცემდნენ პატივს მის აქტიურობას. ახლა კი დაუბრუნდეთ ილია თოფურიას. მას აქვს ყველაფერი იმისთვის, რომ UFC-ში დიდი სახელი გახდეს. საოცარი სტილი, დაუმარცხებელი აურა, პრეს-კონფერენციებზე თავდაჯერებული პასუხები, სოციალურ ქსელებში ხმაურიანი განცხადებები. მას შეუძლია გულშემატკივრის ყურები მუდმივად სავსე ჰქონდეს. მაგრამ ამის ნაცვლად ჩვენ ვიღებთ მხოლოდ სიტყვიერ ომებს ტერენს კროუფორდთან, რომლის მიმართაც არც UFC-ს აქვს ინტერესი და არც კროუფორდს. და ახლა მითხარი ძმებო, რა ჯობს? დავინახოთ ილია თოფურია 2 წუთში ოლივეირას განადგურებას წელიწადში ერთხელ, თუ ვიხილოთ მისი ომები ჯასტინ გეიჯისთან, არმან წარუკიანთან, დასტინ პორიესთან, ან თუნდაც პედი პიმბლეტთან 2ჯერ ან 3ჯერ წელიწადში 2ჯერ ან 3ჯერ. პასუხი აშკარაა. მე მესმის, რომ თოფურია შეიძლება ფიქრობს, თუ დიდ ბრძოლას არ ვიღებ, საერთოდ არ ღირს. მაგრამ გულწრფელად თქვა ძმებო, ის უკვე დიდი სახელია. მას არ სჭირდება მხოლოდ სუპერფაიტები. გულშემატკივარს სჭირდება სანახაობა და ილია არის სწორედ ის, ვინც ამას უზრუნველყოფს. ამიტომ როცა Twitter-ზე კროუფორდს ეჩხუბება, გულწრფელად მწყინს. დავამატებ კიდევ ერთ მწარე ფაქტს. ძალიან ბევრი ჭორი ვრცელდება იმაზე, რომ ილია შეიძლება მალე წავიდეს MMA-დან. ამბობენ, რომ მას მხოლოდ 2 ან 3 წელი დარჩა და მერე კარიერას დაასრულებს. თუ ეს სიმართლეა, მაშინ მით უფრო ნაჭიროა, რომ მინიმუმ წელიწადში ორჯერ მაინც ვიხილოთ მას ოქტაგონში. თორე რას ვიღებთ? 3-4 ბროლა და დასრულდა? ეს ძალიან ცოტა იქნება ასეთი მონსტრისთვის. აი ამიტომაც მე როგორც გულშემატკივარს ვგრძნობ პასუხისმგებლობას, რომ თქვა ეს სიტყვები.
მე არ მინდა რომ მილია თოფურია გახდეს კიდევ ერთი ვარსკვლავი, რომელსაც მხოლოდ იშვიათად ხედავთ და მე უცებ დაგვემშვიდობა. მე მინდა რომ მისი კარიერა დარჩეს ისტორიაში როგორც ნამდვილი ბრძოლის გზა და ამისთვის საჭიროა ბრძოლები. იცით რა მახსენდება? კონორ მაკგრეგორი თავისი პიკის დროს. შეიძლება ბევრ რამ მასე არ მოგწონდეთ, მაგრამ ერთი undeniable ფაქტი არის, ის იბრძოდა ხშირად და ყოველთვის აწყობდა სანახაობას. სწორედ ამიტომ გახდა ის ისეთი პოპულარობა, რომელსაც დღემდე ვერავინ ავიწყებს. და ახლა არის აქ განსხვავება. კროუფორდთან ჩხუბები არასდროს გამოვა, რადგან ამას არავინ ატარებს. მაგრამ თუ ილია UFC-ში გააგრძელებს აქტიურ ბრძოლებს, მისი სახელი შეიძლება იქცეს ისეთი ლეგენდა, როგორც მაკგრეგორისი. მაგრამ თუ ის ისევ წელიწადში ერთხელ გამოჩნდება და დროს დახარჯავს იმაზე, რომ ბოქსის ჩემპიონებთან წვრილმადიან სიტყვიერომებს დაიწყებს, მაშინ მისი კარიერა ვერასოდეს მიაღწევს იმ სიმაღლეებს, რაც მას რეალურად შეუძლია.